პროტესტის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ ქართულმა მძღოლებმა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. ამ დროის მონაცემებით 20-მდე ქართველი შიმშილობს გერმანიაში. მათი მთავარი მოთხოვნა კი არის დამსაქმებელმა კომპანიამ აუნაზღაუროს მათი კუთვნილი ხელფასები, თუმცა არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად შედეგი მათ შორის მიღწეული არ არის და კომპანიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ მათთვის კუთვნილი ხელფასების გადახდაზე და პირიქით მძღოლებისგან მოითხოვენ იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც კომპანიას მიადგა მათ მიერ ტრაილერების გაჩერების შემდეგ. ახლა ათობით მძღოლი გერმანიის ქალაქში პროტესტს აგრძელებს და ისინი დღეებს და ღამეებს ტრაილერებში ათანებენ და არაპირებენ გაჩერებას, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. კომპანია არიხდის ისევ შეკუთვნილ თანხებს, რომელიც დაკავებული აქვს, დიდძულებული გახდეთ გონებიც, რომ ეს უკიდურესი მძღოლა შიმშილობა დაიწყო. მეცადეთ რამოდენიმეჯერ მასთან მოლაპარაკება. თული არის ამ მოლაპარაკებაში გერმანიაში ჩვენი საქართველოს საკონსულო. ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივახციეთ. კომპანიას ზარალი გვაქვს ამით მიყენებული, უნდა გავავსოთ, დავიანგარიშოთ და ეს ჩვენი ზარალი ვინაიდან მანქანები გაჩერებულია, ჩვენ უნდა ანაზღაუროთ. ჩვენ გაჩერებული ვართ მის გამო. ჩვენ არ მოვცენ დატვირთვები, არ მოვცენ მუსლიმები გაგვაჩერენ. დათუარ ვითაც ადრე ჩვენ ხელფასი გამოვდიოდა ეს ადამიანები ახლა სხვანაირად ითვლიან იქ რაღაც ადვოკატები ჩაგვირიაგისა და სხვა გზა აღარ დაქვს გადავწყვიტეთ და ეს უკიდურესი ფორმა რომლის იქითაც ჩვენ გზა აღარ გქონდა მე გადავწყვიტილი გვაქვს ესე რომ აქ ვართ წყალს ვიღებთ ახლა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ათობით ქართველი მძღოლი პროტესტს აგრძელებს და ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ მათი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული.